დიახ, მოსკოვში მოკლედ კატასტროფაა. მართლა კატასტროფაა ბენზინთან დაკავშირებით. შემდეგი, მესამე გამოწვევა ეხება ჩვენი ქვეყნის რეგიონების არათანაბარ განვითარებას. ესეც აშკარა პრობლემაა ჩვენთან. რომელი რუსი? თუმცა ირკუტსკი შორსაა დიდი პოლიტიკისგან და ირკუტსკში ძალიან ბევრი ნავთობია. და მე მაინტერესებს, სად წავიდა ჩვენი ბენზინი? თქვენ დიდი პოლიტიკაში წაიღეთ. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკით არ ინტერესდებიან. ეხლა რით ინტერესდებით? ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა არმიის უკანდახება, ხოლო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონს, რომელთაც რუსების აის ანაბრებსა და პენსიებს ომის დაფინანსებისთვის ჩამოართმევენ. 28 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთდროულად 2 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყეს. პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის სლავიანსკში, კუბანზე, კრასნოდარის მხარეში. მეორე ალდა იაროსლავის ოლქში, საზღვრიდან 700 კილომეტრში. კიევში დაადასტურეს, რომ ეს თავდასხმები ვლადიმირ პუტინის მშვიდობისკენ იძულების 40 დღიანი კამპანიის ნაწილია და დრონები რუსეთში ყოველდღე იფრენენ. და საწოვის კრიზისისა და საფონდო ბაზრის ვარდნის ფონზე რუსეთის ელიტებში პანიკა იზრდება. რადგან უკვე მოსკოვშიც კი ავტომობილის გასავსებად საათობით რიგში დგომაა საჭირო. კლირიმი უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს და ამ ფონზე ვლადიმირ პუტინი სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯაროდ, რათა როგორმე დაამშვიდოს რუსები. დღეს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქოს მთელი ფრონტის ხაზზე უკან იხევენ. ეს მასობრივად ხდება და სწორედ ამიტომ უკრაინამ გადაწყვიტა დაესხას თავს ობიექტებს რუსეთის შიგნით. მაგრამ მნიშვნელოვანია ავინიშნოს, რომ დღეს პუტინი თავის პარტია ერთიანი რუსეთის მხარდასაჭერად გამოდიოდა და იქ ბევრი საინტერესო და საგულისხმო რამ თქვა. მაგალითად იმაზე, რომ რუსეთის ახალი ელიტა ოკუპანტები და მკვლელები არიან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ბრაელიტაცა, ისეთი ქვეყანაცა. და დაამატა, რომ რუსეთი ახლა გადამწყვეტ დროს გადის და ან ძლიერი რუსეთი იქნება, ან საერთოდ აღარ იარსებებს მსოფლიო. ანუ ბირთვულ იარაღზე მიანიშნა. ამასობაში ცნობილი გახდა იმ ოკუპანტისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე ალექსანდრ ლუნინის ბედი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინას ემუქრებოდა, ამბოხებით მოსკოვში წასვლას აპირებდა და ამბობდა, რომ არმია პუტინს დაუპირისპირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მასთან უბრალოდ მივიდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ დააპატიმრეს ბოდიშით. ეს იყო მთელი რუსეთის არმიის საშიში და დაუნდობელი ამბოხი. ამასობაში ევროპა საბოლოოდ გამოიღვიძა. ევროპაში ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უწოდეს პრობლემურ ოჯახად, საიდანაც წასვლა შეუძლებელია. ხოლო იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას ყველა სფეროში მოუწოდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს ანკარის სამიტის წინ იზრდება შიში აშშ-ის რეაქციაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. და ეხლა პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ემზადებიან სცენარისთვის, სადაც ამერიკული ჯარები შესაძლო არ შეუერთდნენ თავდაცვას. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც დაზვერვის გაფრთხილებები მიუთითებს, რომ ბალტიის ქვეყნებში შეიძლება გამოჩნდნენ რუსეთის ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნები. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები კომპლექსურად. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყოთ სიახლეებით. რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ. 28 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთდროულად 2 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყეს. კრასნოდარის მხარეში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სლავიანსკ ნაკუბანში. იქ გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატევმა. მე სპეციალურად უსვამ ხაზს, რომ ეს ოფიციალური განცხადებაა, ცოტა მოგვიანებით გაიგებთ რატომ. მისი თქმით, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი და გაზის მილი. გარდა ამისა, უპილოტოების ნამსხვრევები რამდენიმე სახლზე ჩამოარდა. ერთი ადამიანი დაიღუპა. და მონიტორინგის არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სქელი კვამლია. დიდ ხანძარს ასევე დააფიქსირა NASA-ს სატელიტურმა სერვისმა. საწარმო ეკუთვნის კომპანიას სლავიანსკ ეკო. მისი სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს და უზრუნველყოფს სამხრეთ ფედერალურ ოლქში ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 10%-ს რუსეთის ფედერაციაში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საწარმო საწოვით ამარაგებს ანექსირებულ ყირიმს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმა სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. და აი ამასთან ერთად მან განაცხადა იაროსლავის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შესახებ. ეს საზურიდან 700 კილომეტრში. და აი ამ თავდასხმაზე რუსებმა მოგრძალებით არ გააკეთეს კომენტარი. მონიტორინგის არხების მონაცემებით საუბარია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სლავნეფტ იანოზზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 15 მილიონ ტონას შეადგენს. ამამდე იგივე ქარხანა, რომელიც რუსეთის 5 უდიდეს ქარხანას შორისაა, 22-ის რიცხვში თოში თავდასხმის ობიექტი გახდა. და იაროსლავის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ევრაევი 28 ივნისის ღამეს რეგიონში უპილოტო საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. შემდეგ მან მოსკოვის მიმართულებით გასასვლელზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გააფრთხილა. შეზღუდვები მოქმედებდა მოსკოვის პროსპექტის მონაკვეთზე, სამხრეთ-დასავლეთის შემოვლითი გზის გადაკვეთასთან. სწორედ იქ მდებარეობს დიდი სამრეწველო ზონა, სადაც განთავსებულია სლავნეფტ იანოსი და ნავთობაზა სპეცტორგ პლუსი. ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინის ძალები აგრძელებენ ოპერაციებს, რომლებიც ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს ომის წარმოებაში. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. ყოველი ჩვენი შორეული დარტყმა არის რესურსების შემცირება, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ემსახურება და კიდევ ერთი ნაბიჯი მშვიდობისკენ. ამ ფონზე გამოცემა Washington Post-მა დღეს აღნიშნა, რომ უკრაინამ მკვეთრად გააძლიერა დარტყმები რუსეთის სიღრმეში და საწვავის კრიზისის ფონზე. და რაც თავარია, კრახი, საფონდო ბაზრის კრახი. რუსეთის ელიტებში პანიკა იზრდება. საუბარია იმაზე, რომ სულ 1 კვირის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა ნავთობის ობიექტებზე დარტყმები რუსეთის მასშტაბით განახორციელეს. ვორონეში მიკროელექტრონიკის ქარხანაზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს. ასევე ქიმიურ საწარმოზე ტულაში, რომელიც საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საკვანძოა. კიდიმში დარტყმების შემდეგ მთელ ნახევარკუნძულზე ელექტროენერგია გათიშეს. საწვავის გატიდვა შეაჩერეს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ეს ყველაფერი მხოლოდ 1 კვირაში მოხდა. ცნობილია, რომ ბენზინის წარმოება რუსეთში 15-დან 21 ივნისის კვირაში 25%-ით შემცირდა. ათეულობით რეგიონმა მაშინვე ბენზინის გატიდვაზე ტალონები შემოიღო. ხოლო შემდეგ კვირაში 21-დან 28 ივნისამდე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. და აი პუტინმა საწვავის კრიზისის გამო საგანგებო სხდომაც კი ჩაატარა. მოსკოვის მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნეში მდებარე NP-ზე გასულ კვირას დარტყმის შემდეგ მუშაობას მომავალ წლამდე აჩერებს. შედეგად, მთელ რუსეთში ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის დეფიციტის გამო უზარმაზარი ვიგები და ამის დამალვა ან უბრალოდ ცარიელ აჟიოტაჟად მოხსენიება უკვე აღარ გამოდის. გახსენეთ, რომ 1 კვირის წინ რუსული ხელისუფლება ამბობდა, რომ ბენზინის დეფიციტი საერთოდ არ არსებობს. და ყველაფერი, რასაც ხედავთ, ეს რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს თითქოს უბრალოდ გადაჭარბებული აჟიოტაჟია, პანიკა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უკვე ასე საუბარი აღარ გამოდის, რადგან რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე უბრალოდ მთელ ქვეყანაშია. შემდეგ კი გაჩვენთ რუსების ვიდეოების შერჩევას, სადაც ისინი საწვავის დეფიციტზე. ასეთი ვიდეოები ინტერნეტში უკვე ათასობითაა. ამიტომ ამ პრობლემის დამალვა უბრალოდ შეუძლებელია. საერთოდ არ იქნება. ალბათ მე ვნახე. უკვე ერთი დღე და ნახევარია, რაც ვდგავარ როსნეფტის ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც ჩვენს უგდანში მდებარეობს. გუშინ ვერ მივედი ბენზინგასამართ სადგურამდე, რადგან ერთდაფერ მოსახორთან. ჩვენთან გაჩერდა რიგი და ჩვენ უბრალოდ აღარ წავედით სახლში, იმიტომ რომ ეს უკვე პრინციპის საკითხია. ცხელავზე ერთი დღე იდგე. უკვე გადავწყვიტეთ, ღამე აქ გავათიოთ და დავსჯეთ, რომ დღეს დილით მაინც პირველები შევავსოთ. და რიგი საერთოდ არ მცირდება. ის უბრალოდ იქ დგას. გონია, რიგი კიდევ უფრო იზრდება. 5 ბენზინგასამართი სადგური მოვიარე, 5. ეხლა შაბათია, ღამის 12 საათია. ადრე ამ დროს სადღაც კლუბში ვცეკვავდი. ეხლა კი რიგი უბრალოდ გიჟურია. იქ ხალხი 4 საათს დგას რიგში. ბენზინი ჯერ არ მიუტანიათ, ისინი დგანან და ელოდებიან, როდის გაიხსნება ბენზინგასამართი სადგური.
განდაბა, დასასრული არ უჩანს, რა უბედურება. Benzini არ არის 92. 90 რუბლი, 90 კაპიკი. და უბრალოდ მივადგები. ურა, მაქვს მთელი 30 ლიტრი ბენზინი, 95, რომელიც არსად არის არც ერთ 8 გასამართ სადგურზე, მე-9 სადგურზე გამიმართლა. ურა! საერთოდ არ მეგონა რომ კალინინგრადს ასეთი პრობლემა შეეხებოდა. ეს საერთოდ კოშმარია. უშინ ბოლტნეფტს ხამდი ბენზინს და მithres, ой, ჩვენთან დეფიციტი არ იქნება. საერთოდ არ არის ამის გამო სანერვიულობა. აი მიიღე. ბოლტნეფტი დღეს ქალაქში საერთოდ ნულზეა, გარდა დიზელის საწოვისა. და უბრალოდ მივალ. ურა, მე მაქვს მთელი 30 ლიტრი ბენზინი, 85-იანი, რომელიც არ არის არც ერთ 8 გასამართ სადგურზე, მე-9 სადგურზე კიურზე კი გამიმართლა. ურა! ხო, მოსკოვში მოკლედ კატასტროფა. მართლა კატასტროფაა ბენზინთან დაკავშირებით. აი მე 12-დან აქ ვარ, ეხლა უკვე 9 პირველი საათია, ხო? 9 საათი რიგში ვიდექი გასამართ სადგურზე. ადგილიდანაც არ დავძრულ ვარ. ეხლა ოპერატორი მოვიდა. სადგურიდან რიგში. და ამბობს რომ მორჩა, ბენზინი აღარ არის. დაიშალეთ. სრული გაურკვევლობის მდგომარეობა. ციტირებს გამოცემა Washington Post-ი. რუსეთის ყოფილი ფინანსური ჩინოვნიკის სიტყვებს. შეგრძნებაა რომ გამოსავალი არ არსებობს. ის ამას ამბობს იმ ფონზე რომ რუსეთის საფონდო ბაზარი ივნისის დასაწყისიდან უფრო მეტია ვიდრე 13%-ზე დაეცა. და ახლა ყურადღება, ეს ყველაზე დიდი ვარდნაა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლეს, გაველურებული რუსეთის მამაცების ხელიდან. ანუ საფონდო ბაზარი შესანიშნავად ხედავს უკრაინული დარტყმების შედეგებს, როგორც არ უნდა ამცირებდეს მათ შედეგებს პუტინი. და აი წინასწარი ინფორმაციით რუსეთის ნავთობის ფასიც დაეცა იმ დონემდე, რაც არ ყოფილა აშშ-სა და ისრაელის ომამდე ირანის წინააღმდეგ. ეხლა 1 ბარელი რუსეთის ნავთობი უკვე დაახლოებით $50. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა მაისის ბოლოს მიაღწია 6 ტრილიონ რუბლს. ეს ორჯერ მეტია ვიდრე 1 წლის წინ და უკვე გადააჭარბა მთელ 2026 წლის მაჩვენებელს. და ეს იყო ივნისის თავდასხმებამდე. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი ბზარებს იკეთებს, დეფიციტი უზარმაზარია, ხოლო ეროვნული კეთილდღეობის ფონდი უკვე პრაქტიკულად ამოწურულია. ეს სწორედ ის მილიარდებია, ათეულობით მილიარდი $, რომელსაც პუტინი ინახავდა სათადარიგოდ. ამ ფონზე რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზელენსკი ზიუგანოვის საჯაროდ მოუწოდებს, როგორც თავად ამბობს, 130 ტრილიონი რუბლის მობილიზებას მოქალაქეების და ბიზნესის საბანკო ანგარიშებიდან. დიახ, სწორად გაიგეთ. რუსეთის ხელისუფლება უბრალოდ სურს რუსებს ანაბრები წაართვას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ანუ ლოგიკა მარტივია. თუ თქვენ დეპოზიტზე ფული გაქვთ, ესე იგი ისინი თქვენთვის კრიტიკულად საჭირო არ არის. თუ ეს ფული თქვენთვის საჭირო იქნებოდა, ალბათ უკვე გამოიტანდით. თუ ისინი დეპოზიტზეა, ესე იგი თქვენ არ ჭირდებათ. ანუ შეიძლება უბრალოდ ამოიღონ სამშობლოს სასარგებლოდ და უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ასევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც შესაძლებელს გახდის კერძო ფონდებში არსებული 40 მილიარდი $-ის საპენსიო დანაზოგების ხელმისაწვდომობას. ანუ რუსეთის მთავრობის შეუძლია სცადოს ფულის წაღება აბსოლუტურად ნებისმიერი გზით. აქ ნამდვილად ღირს დაფიქრება. იქნებ ჯობია სანამ გვიან არ არის საკუთარი ფული გამოიტანო და რაც შეიძლება შორს წახვიდე რუსეთიდან. ამავე კონტექსტში გამოცემა The Times წერს, რომ ყირიმში არსებული სიტუაცია შეიძლება აიძულოს კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა, ანუ ვლადიმირ პუტინი, კიდევ ერთ ესკალაციაზე წავიდეს. ყირიმში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა უკრაინის მხრიდან ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე. ბოლო დღეებში უკრაინული უპილოტო აპარატები და რაკეტები ურთხავენ გზებს, რკინიგზებსა და ხიდებს, რომლებიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ასევე იუთხებიან ენერგეტიკულ ობიექტებსა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. ბორანები თავდასხმის ობიექტი გახდა. ზოგიერთი მარშრუტი დაიხურა, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება დაფიქსირდა. რეგიონების ნაწილში ელექტრომომარაგების შეფერხებები დაფიქსირდა, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობისთვის საწვავის მიწოდება შეჩერდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ყირიმში ჩვეულებრივი რუსისთვის, ჩვეულებრივი ყირიმელისთვისაც კი ბენზინის ყიდვა გასამართ სადგურზე შეუძლებელია. უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს.
ყირიმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვლადიმირ პუტინისთვის, როგორც შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული ბაზა, რაც უკვე აღარ არის ასე. ასევე როგორც მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის სიმბოლური ელემენტი. თუ ყირიმს მოაშორებთ, რა მემკვიდრეობას ტოვებს თავის შემდეგ ვლადიმირ პუტინი? ნული. აბსოლუტურად არაფერს. გარდა ომებისა, რომლებიც მან მუდმივად აწარმოა მთელ მსოფლიოში. და აი ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთში მასობრივი საზოგადოებრივი ენთუზიაზმი შეინიშნებოდა. ეს მასობრივი სიგიჟე, ეს ყირიმი ჩვენიაო, ურა, ეს ყველაფერი სისულელი. და აი გამოცემა The Times-ში ვარაუდობენ, რომ არსებობს რისკი, რომ კიევის სტრატეგიამ შეიძლება მოსკოვის მხრიდან ესკალაცია გამოიწვიოს. გამოცემა აღწერს ორ მიდგომას რუსეთის ელიტებში ომის მომავალთან დაკავშირებით. პრაგმატული, რომელიც გულისხმობს კონფლიქტის გაკინვას და რადიკალური, რომელიც მოუწოდებს შემდგომ ესკალაციასა და უბანელი რუსების მობილიზაციას. რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი შეიძლება აერჩიოს უფრო ფრთხილი მიდგომა, მაგრამ ზეწოლის პირობებში შეუძლია მიიღოს გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებები. და აი გამოცემა ასკვნის, თუ პუტინს ეშინია, რომ ყირიმის დაკარგვა მის დაცემას გამოიწვევს, მას შეუძლია გადაწყვიტოს მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ასევე მარტივად შეიძლება ცდუნებას ახვეს და გაზარდოს ფსონები. თუმცა პუტინს ასევე შეიძლება ეშინოდეს იმისა, რომ უკმაყოფილო რუსების რიცხვი გაიზრდება და მას მაინც მოუწევს ამასთან ანგარიშის გაწევა. მაგრამ ჯერჯერობით მას მაინც გამოსდის ამასთან გამკლავება, ანუ უკმაყოფილო რუსებთან. რუსი ოკუპანტი, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ალექსანდრ ლუნინი, რომელიც ვიდეო მიმართვას წერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აფრთხილებდა სამხედრო ამბოხის საფრთხეზე, უბრალოდ დააკავეს 11 დღით. ამის შესახებ თავად ოკუპანტ ლუნინის ცოლმა განაცხადა. მანამდე მან ვიდეო ჩანაწერი გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ 27 ივნისის ღამეს მათ სახლში, ვორონეჟის ოლქის სოფელ ლიზინოვკაში ჩხრეკა ჩატარდა. მისი თქმით, რუსმა ძალოვანებმა, რუსმა პოლიციელებმა ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, ფლეშკები, ლეპტოპები და სხვა ნივთები. ლუნინი იმ მომენტში სახლში არ იყო, რადგან წინა დღეს ის მოსკოვში წავიდა და მას შემდეგ კავშირზე აღარ გამოსულა. უბრალოდ გაუჩინარდა. და შემდეგ მისმა ცოლმა წაშალა ყველა ეს ვიდეო, სადაც ის ყვებოდა ჩხრეკებზე, ძალოვანებზე და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს წაშალა. და დაწერა, რომ ლუნინი ცოცხალია და ჯანმრთელია და ყველას სთხოვა დროებით არაფერი დაეკომენტარებინათ. ან თავად ის საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. მოკლედ რო ვთქვათ, ამ მეამბოხე ლუნინს, რომელსაც როგორც ჩანს თავისი გრძელი ენის გამო ცნობილ საგანზე დასვეს, გახსენებთ 39 წლის ალექსანდრ ლუმინმა 25 ივნისს გამოაქვეყნა მიმართვა პუტინთან, სადაც ის ხვებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებზე მეთაურობის მხრიდან წამებისა და ძალადობის გამოყენების შესახებ. იმის გამო, რომ მან უარი თქვა, ციტატა, სულელური თვითმკვლელური ბრძანებების შესრულებაზე და თავისი ფულის გადაცემაზე. ლუნინმა გააფრთხილა, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი პირადად არ შეხვდება მას და მას თვითონ არ მისცემენ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლის უფლებას, მაშინ, ციტატა, არმია მიმართავს თავის იარაღს კრემლის წინააღმდეგ. გახსენებთ, მაშინ ერთ დღეში ამ ლუნინის ვიდეომ 12 მილიონი ნახვა დააგროვა. თითქოს დიდი აჟიოტაჟი იყო. მეორე დღეს კრემლში განაცხადეს, რომ იციან ამ ვიდეო მიმართვის შესახებ და როგორც პესკოვმა განაცხადა, ჯერ კიდევ არ მიუღიათ მისი გაცნობა. და აი დღეს ამ ლუნინი უბრალოდ თითქოს და დააკავეს. სადღაც გაქრა. როგორც უკვე თქვი, როგორც ჩანს, ფრთხილად დასვეს ცნობილ საგანზე მეხუთე წერტილით. და როგორც ხედავთ, რუსეთის არმიაში არანაირი აჯანყება არ მომხდარა. ამასობაში ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა სწრაფად მოეთაფლა ეს ოკუპანტები და ისინი რუსეთის ახალ ელიტად მოიხსენია. და მოუწოდა შეექმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მკვლელებსა და მაროდიორებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ გაეგრძელებინათ ქვეყნისთვის სამსახური. სამოქალაქო სფეროებში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ მმართველობაში. მაგრამ შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქოს ყველა ფრონტზე იხევენ უკან. ამიტომ კიევმა აერჩია რუსეთის ქალაქებზე თავდასხმები. აქ სანამ შორცაო პირდაპირ გეტყვით. მოусმინეთ აი საინტერესო ლოგიკა. ანუ რუსეთი მთელი 5 წელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ესხმის თავს მშვიდობიან ქალაქებს. ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც რაკეტებით ურთხრამს საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, საცხოვრებელ სახლებს.
ანადგურებს ინფრასტრუქტურას, ურთყამს ელექტროსადგურებს და ასე შემდეგ. და პუტინის ლოგიკით ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსები მარცხდებიან. მაგრამ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იწყებენ რუსეთის ქალაქებზე შეტევას, ის ამბობს, ეს ხო იმის ნიშანია, რომ ისინი მარცხდებიან. აი ხედავთ, როგორც კი მარცხდებიან, მაშინვე ქალაქებზე იწყებენ დართვას. და ამ ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, რომ რუსეთი მთელი ეს 5 წელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში მარცხდება. თუ ასეა? აი ისინი, ვისაც ცოტა მაინც აქვს კრიტიკული აზროვნება, ალბათ დაფიქრდებიან და ითქვიან, მოიცა ეს რა ლოგიკაა. მაგრამ ეს ყველაფერი თლიანობაში ჩვენ უკვე გვსმენია, მაგრამ შემდეგ ვლადიმირ პუტინმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა წარმატებით გადაბირებს რუსეთში უკმაყოფილო რუსებს დივერსიების ჩასატარებლად. ამ რუსებს პუტინმა გარიყულები უწოდა. მაგრამ პუტინმა რატომღაც ამაზე დასავლეთს ურჩივლა. კითხულობდა, როგორ უშვებენ ევროპა და აშშ-ში იმას, რომ უკრაინის სპეცსამსახურები რუსებს გადაბირებენ. აი მოусმინეთ ამას. სტრატეგიული მარცხის მიყენება, ბრძოლის ველზე გამარჯვება მათ არ შეუძლიათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა არეულობის დათესვას. ესეც არ გამოსდით. აი აგზელებენ კიევის რეჟიმის წახალისებას, რომელიც აირჩიეს როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. არ ინდობენ უკრაინელ ხალხს. და ეს რეჟიმიც კი უკან დახევას განიცდის ქელი ფრონტის ხაზზე. და ამიტომაც გადავიდა აშკარად ტერორისტულ ქმედებებზე. და როგორ შეიძლება სხვანაირად დავარქვათ მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებზე და პრაქტიკულად ღია რეკრუტირება ჩვენს ქვეყანაში მყოფი განდგომილებისათვის, დივერსიებისა და ტერაქტების ჩასატარებლად. დასავლეთი ამ ყველაფრის არ შემჩნევას ამჯობინებს, ვერ ამჩნევს. და ამავე დროს სწორედ ჩვენს წინააღმდეგ აწესებს ახალ-ახალ არალეგალურ ხაზგასმით ვამბობ სანქციებს. შემდეგ, პარტია ერთიანი რუსეთის ყრილობის დელეგატების წინაშე გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი თითქოს და სამხედრო გზით ვერ დაამარცხებს რუსეთს და ამიტომ თითქოს და სხვა მეთოდებზე გადადის. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს თითქოს და კბილზე ცდიან. ეს მისი ციტატაა. და ცდილობენ მოიშორონ როგორც სოფლიო ფაქტორი, რომელიც დიქტატორის თქმით, ყოველთვის ბოროტების გზაზე იდგა. ბოროტება ბოროტების გზაზე ვერ დადგება. ეს თეზისი ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში გააჟღერა. ქვეყანა, რომელიც უკვე მეოთხე წელია, 4 წელზე მეტია, მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. ამ ფონზე ვლადიმერ პუტინმა 2026 წელი რუსეთის ხალხთა ერთობის წლად გამოაცხადა. ეს არის ფორმულა, რომელსაც კრემლი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გასამართლებლად. მაგრამ ყველაზე სასაცილო იყო რუსეთის ფედერაციის მთავარი ალკოჰოლიკის დმიტრი მედვედევის გამოსვლის ხურება, რომელიც გამოვიდა და ისევ გამოაცხადა, რუს ხალხს ნათელ მომავალს დაჰპირდა, თუ ისინი ერთიანი რუსეთის პარტიას მისცემენ ხმას. და აი მედვედევი უკვე მერამდენეთ პირდება, ეს უკვე მე-9 მოწვევაა, ხო ასეა? რუს ხალხს პირდება დენს და გას თითოეულ სოფელში. მესამე გამოწვევა ეხება ჩვენი ქვეყნის რეგიონების არათანაბარ განვითარებას. ესეც აშკარა პრობლემაა ჩვენთან. ყოველ რუსულ ოჯახ სჭირდება. უნდა ეცადოს უზრუნველყოს კომფორტული საცხოვრებელი პირობები. საუბარია ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე და თანამედროვე ურბანულ გარემოზე, ხარისხიან კომუნალურ მომსახურებაზე, უსაფრთხო გზებზე. თავარია რომ საუბარია არა მხოლოდ მეგაპოლისებზე, არამედ სოფლებზე, ჩვენი ქვეყნის შორეულ რაიონებზეც. იქ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ გამოშვების ცალკე ნაწილში მინდა შევეხო ევროპის თემას და მის ურთიერთობებს დონალდ ტრამპთან. გუშინ ჩემს Telegram არხზე Patchy News-ში ბმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მე გამოვაქვეყნე იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მიმართვა, რომელმაც ემანუელ მაკრონის მსგავსად მოუწოდა გათხვიდონ კავშირები დონალდ ტრამპთან და გადავიდნენ ევროპის სტრატეგიული ავტონომიის შექმნაზე. ვიფიქროთ იმ ევროპაზე, რომ ის აშენებაც გვინდა და გჭირდება. ცხადია, რომ მხოლოდ მსხვილი კომერციული რეგულატორული პლატფორმა ყოფნა აღარ არის საკმარისი. გჭირდება სტრატეგიული ავტონომია, ინდუსტრიული შესაძლებლობები, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი და ფინანსური ძალა. და ევროპა მზად უნდა იყოს გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ძალა,
ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც თავის ენერგიას მიმართავს მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე, სადაც ძალების გაერთიანება აუცილებელია. ეს არის შესანიშნავი სტატიის თემა გაზეთ Guardian-ში, სადაც ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს სამიტამდე ანკარაში, რომელიც 8 ივლისს გაიმართება, იზრდება შეშფოთება აშშ-ის რეაქციაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ემზადებიან სცენარისთვის, სადაც ამერიკული ჯარები შესაძლოა არ ჩაერთონ თავდაცვაში. ამ სტატიის მიხედვით, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებში ხალხი განიხილავს კოშმარულ სცენარს. რა მოხდება თუ რუსეთი თავს დაესხმის და აშშ-ში ბრძოლაში არ ჩაერთვება? როგორც The Guardian წერს, მაისის შუა რიცხვებში ტალინში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას დინანოს პირდაპირ კითხეს, ჩაერთვებოდა თუ არა ამერიკული ჯარები ბალტიის ქვეყნებში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. აშშ-ის ოფიციალური პირი სკამზე შეიშმუშნა და მისი პასუხი გაურკვეველი იყო და სიტყვა დიახ მასში არ ყოფილა. საჯაროდ რეგიონის პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ესეთ თემებს არ ეხებიან. ისინი ამბობენ, რომ არ უნდა დავასხათ ზეთი ცეცხლზე. და ასეთი მანტრა გაიმეორეს ინტერვიუში ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის რამდენიმე ქვეყნის ყველა მინისტრმა. მაგრამ ყველა კულუარულად განიხილავს. და აქ საინტერესოა, რომ ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავილა შაკლიენე ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას ადარებს. არამყარი ოჯახივით, სადაც განქორწინება შეუძლებელია. The Guardian-ის ჟურნალისტმა სიტუაცია კიდევ უფრო ნათლად აღწერა. რას უნდა აკეთო, როცა შენი საყვარელი მამა უცებ სმას იწყებს და სრულიად გაუგებრად იქცევა? რთულია გაიგო, როგორ უნდა მოიქცე. როგორც The Guardian წერს, პირველი შემაშფოთებელი სიგნალები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გაიგზავნა. ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან 1 თვეზე ნაკლებ დროში. შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსედმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ უსაფრთხოება ვაშინგტონისთვის პრიორიტეტი აღარ იქნება. ევროპამ თავად უნდა აიღოს ინიციატივა და საკუთარი თავდაცვისთვის თავად გადაიხადოს. და ეხლა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების გარკვეული შემცირება ევროპაში ეხლა გარდაუვალია. და ის პროგნოზირებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ეს ნატო 3.0 კონცეფცია. ანუ ნატო მარკ 3. ევროპა აიღებს უმეტეს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ხოლო შეერთებული შტატები იქნება ერთგვარი მოკავშირე, რომელიც საზღვარს გადაკვეთს. ეს მისი ციტატა. და აქ იმალება ყველაზე საშიში გამჭვირვალობა ევროპისთვის. არავინ იცის ნამდვილი მდგომარეობა გაერთიანებულის და ევროპის ურთიერთობებს შორის. სანამ არ გავხსნით პანდორას ხუთს, სანამ ნატო სამხედრო თვალსაზრისით არ გამოცდება და სანამ რუსეთი რეალურად არ შეუტევს. იმ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იქნება, რომ ევროპა რეალურად გახდეს სტრატეგიულად ავტონომიური. აქ დავწერ ბევრ საკითხს. თქვენს აზრს, თქვენს დასკვნებს, დაწერეთ კომენტარები ამ საკითხის ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე. არ დაგავიწყეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონაციით, ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების გამოყენებით. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე.